მოგესალმებით. დღეს აგიხსნით როგორ გავაკეთე $726 live trading-ის დროს თითო აკაუნტზე მხოლოდ 8 წუთში. რისკი იყო რომ მთელი 5% თითო აკაუნტზე $250 და risk reward-ი საკაიფო გამოვიდა. Trade-ი იყო ესეთი. მოდი გავხსნათ. ეს უბრალოდ demo screen-ი არის. აქ შევედი trade-ში, იქაც და take profit-ი მქონდა აი აქ. მასეს გაჩვენებთ აუცილებლად. მოკლედ. რა ხდება მარკეტში? მარკეტი იყო მოდი გადავახვიოთ ისე რომ არ ჩანდეს რა ხდება. რომ განახოთ თავიდან რა როგორი იყო რა. მოკლედ მარკეტი არის ეს სიტუაციაში რა. არის external დგილას ასული, ეს საიტს აღებული გვაქვს, ეს აზიის საიტია როგორც ვიცი. აზიის საიტი აღებული გვაქვს ორი ასეთზე და ხო, აზიის საიტი აღებული არის ორი ასეთზე. გადადიო ჭიდავს. და ვართ external დგილას რა. ანუ ჩემი ლოგიკით რა იყო, რომ მარკეტი რომც ბულიში იყოს და ეს იყოს მის ტარგეტი, მარკეტი რომ ზემოთ წავიდეს, ჯერ აუცილებლად ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს რა. ჩემი internal target-ი იყო ეს ფეროლოგები 1 საათიანზე რა. მარკეტი მოძრაობს external-დან internal-ამდე, internal-დან external-ამდე. პირველი რაც ვითრეიდი იყო ეს external-დან internal, იმიტომ რომ ლონდონზე ვიცით რომ ანუ იმის ლოგიკაც არის რომ მარკეტი ჯერ ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს, რომ ზემოთ ავიდეს, ამიტომაც შეიძლება ითქვას რომ ჯუდა სვინგი ვითრეიდე რა. გადავიდეთ ახლა lower time frame-ზე. მხოლოდ ეგ იყო ჩემი ლოგიკა ამ მარკეტის, რატომ უნდა ჩამოსულიყო ქვემოთ. ეს liquidity იყო ჩემი PDRA და ასევე lower time frame-ზე, როგორც ახსოვს, ჰქონდა S&P-ს. აიცა? ES-ს ჰქონდა ბევრად უფრო ახლოს ეს სფეროლოგები 1 საათიანი. სუსტად ეგ ვთქვი live-ზეც რომ როგორც კი აი 1 საათიან სფეროლოგებში ჩამოვიდა ES-ი, მე გადავიდოდი break even-ზე რა. რატომაც გავხსენი ეს trade-ი იყო რომ lower time frame-ზე ძალიან მომეწონა სტრუქტურა, აი რა ლამაზი სტრუქტურაც იყო, აი ყველაზე კარგი და აღსანიშნავი რა. აი მაგალითად ეს. ფასი ასული არის და ამასვლის შემდეგ ქონდა ესეთი ძალიან ლამაზი დიდი displacement-ი, სადაც მარკეტმა დაიწყო order flow შეცვლა. დიდი displacement-ი აქ ვერ მოვასწარი შესვლა, entry მქონდა აი აქ სადღაც. Stop loss-ი მედო აი ამ high-ზე. High-ზეც არა, ანუ ამ ფეროლოგების ზემოთ. რაც არის და target-ი მქონდა აი ეს low. ეს low მქონდა target-ი. სადღაც აი აქ ნახევარზე აი ამის ქვემოთ ავიღე partially, ამის ქვემოთ გაჩვენებთ ახლა სამთლები რო წავუძოთ სად ავიღე. და დანარჩენი full take profit იყო აქ. ეხლა უყურეთ, გადავახვიო. აქ თქვი live-ში რომ უკვე trade-ში ვიყავი შესული. და აი ამ ხელა სანთელზე ხა უყურეთ ES-ი გადავიდე. ES-ი არის ჩამოსული იმ 1 საათიან ფეროლოგებში, სადაც ფიქრობდი, რომ ნუ თუ ბულიში იყო ეს ბულიში SMP, შეიძლება ნუ ხელი შეეშალა ჩემი ტრეიდისთვის. ამიტომაც აქ რო ჩამოვიდე break even-ზე გადავედი. შემდეგ უკვე აი ამ სანთელში, აი ამ სანთელზე უკვე ავიღე partially, აი ამ სანთელზე. აი ამას რო ჩამოსდა, აი ავიღე partially, რომელიც იყო 1-2-თან ტრეიდი მაგ დროს და 1-2-თან ტრეიდი რო იყო $250 ავიღე, იმიტომ რომ 50% ავიღე. ანუ ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა დაინვესტდეს ფასი რა, მაგრამ უბრალოდ რო კაი risk reward-ია და კარგი პროფიტი არის აკეთებული, მაგის გამო partially ავიღე. უკვე თითქმის ეს range-იც მთლიანად გავიარეთ, ამ low-დან ამ high-მდე range-ს რო შევხედოთ, მარკეტი ამ range-ს 50% საკმაოდ ადისრესპექტებს რა. აქ მთლიანად low resistance liquidity მაქვს და მიზეზი არ არის მარკეტი, რომ ქვევით არ ჩამოვიდეს რა. ძალიან კარგი internal target-ი არის 1 საათიან ფეროლოგები და full take profit-ი არის ასაღები, equal-ობები მაქვს ძალიან ლამაზი რა. ამიტომაც შენ ნუ ეხლა ძალიან volatile-და ძალიან მაგარი იყო ფასი ლონდონზე, ამიტომაც გავხსენი trade-ი, რომ ზოგადად ივლისის თვე რავი, ეუბნებით რომ AM-ი მართლა არისო, ნუ ეხა შეგეძლო ტრეიდების გახსნა, არ მომბ რომ არ შეიძლება ტრეიდების გახსნა რომელიღაცა დღეები, მაგრამ ზოგადად როდესაც ეხა არა, ან მანამდე რა, როდესაც თვის დასაწყისში, თვის შუაში რო იყო daily market-ი კონსოლიდაციაში, AM-ის საკითხი შეიძლება რთული იყო. ამიტომაც უფრო სხვა სესიებზე ვარჩიე ამ თვეში ტრეიდი ბევრად რა, ან პრე-მარკეტზე, ან ლონდონზე, ან ნიუ-იორკ PM-ზე ბევრად უფრო უკეთესი იყო. მარკეტები უფრო მარტივად წაკითხვადი და ასე შემდეგ რა. ანუ შეიძლება მარკეტმა იმოძრავა, მაგრამ ეგრე მოძრაობდა shutdown-ის დროსაც რა, მაგრამ მარკეტის წაკითხვა ეს bias-ი ნარატივი რაც ქვია, ხო? ეგ უფრო ცხადი იყო სხვა სესიებზე, ვიდრე ნიუ-იორკ AM-ზე. რა წაგებებიც მაქვს, გახსოვთ ჟურნალს. აი ეს წაგებაც, როდესაც გახსნი equity open-ი არის ნიუ-იორკ AM-ი, ეს წაგება launch-ის მაკროზე იყო, ეს წაგება equity open-ზე იყო და ეს წაგება უკვე თქვი. ყველა იყო, რა ქვია, AM-ზე წაგება, რაც მქონდა. ეს მოგება იყო PM-ის seller bullet-ზე, ეს იყო equity open-ზე,
რაც live-ში გავხსენი ეს ტრეიდიც, ეს აზიაზე ვითრეიდე, ეს მოგება პრემარკეტზე იყო, ეს მოგება 90-ზე იყო იმენა, 90-ის შემდეგ მარკეტზე არა, 90-ზე ვიყავით რეიჩი უკვე. და ეს მოგება ახლა ლონდონის ოპენზე იყო. ამ თვეში მაგ გახსნილი 8 ტრეიდი, 70% win rate მაგ დასრულებული და აკაუნტის 6%-ზე 7-8% მაგ გაკეთებული. წინა თვეში თუ შეხედოთ 56% win rate მქონდა და PNL 6% სადღაც. იმის წინაც 8% და 100. სტაბილურად მივყვებით ყველაფერს. ამ თვის ბოლო ტრეიდი იყო ეს და შემდეგ თვეში ნახოთ კიდე როგორ შედეგი დაიდება. ხო, ძალიან კაი ტარგეტი იყო ეს. მე კიდე მარკეტი კიდე ღრმად ჩამოვიდა და ამ ღრმად ჩამოსვლის შემდეგ ახლა რომ განვიხილოთ მარკეტზე რა მოხდა რა. მე კიდე მგონია რომ კიდე ღრმად შეიძლება ჩამოვიდეს და აზიის ლოუ აიღოს მარკეტმა. მაგრამ შემდეგ შეხედეთ მარკეტმა რა ქნა. გაიკეთა ეს 50-წუთიანი ფეროლოგები. ეს 50-წუთიანი ფეროლოგები რო გაიკეთა, აი აქ შენ როცა ბიარიში ხარ მარკეტზე, არ გაწყობს ეს რა არის. არ გაწყობს რომ მარკეტს კონდეს ღრმა ριტრეისმენტი. თუ ღრმა ριტრეისმენტი ქონდა და შენ კიდევ ბიარიში ხარ, აი გადავახვიდოთ კიდევ რა. შეხედეთ? მარკეტს აქ ღრმა риტრეისმენტი, ან პრემიუმში კიდევ ღრმად არის ასული რა. ეს აი ეს ES-იც და NQ-ც ES-ი ბევრად ღრმად არის ასული. ანუ ამ შემთხვევაში ან bias უნდა შეიცვალო, ან თუ კიდევ გჯერა რომ კომო ჩამოვიდეს რაც ეხ შეიძლება და მომხდარიყო, მაგრამ ეხა ფასმა უბრალოდ დააბალანსა ეს range და მე ზემოთ გააგზელა სვლა. ეგ თუ არ მოხდა ალბათ დიდი აბათობით ნიუ-იორკ AM-ზე მოხდება. ლაივსაც გავუშვებ დღეს ნახავთ. ეს 1 საათიანი ფეროლოგებით არ დადისრესპექტებულა და ღრმა ტრეისმენტი ქონდა პას. ესეთ ღრმა ტრეისმენტი როცა აქვს პას, აი აქ early აი აქ უკვე შეხედეთ აქ ბევრი შეიძლება გაეშორტა რა. რატომაც იქნებოდა სარისკო შორტი, აი მაგალითად აი აქ. ეს კაი ნორმალური შორტია, breaker block-ი, ფეროლოგები unicorn-ი არის მოკლედ რა. აქ ძალიან ბევრი შეიძლება გაეშორტა. მაგრამ როდესაც ეს ღრმა ტრეისმენტს აკეთებს მარკეტი, დაუშვათ კი შეიძლება მოხდეს რომ კიდევ ბიარიში იყოს რა. ან bias-ის ვსვლი, ან უფრო მეტი სტრუქტურა გჭირდება. სტრუქტურა რა? Redistribution trade. ანუ აქედან თუ sell model-ს ელოდები აი ამ კონსოლიდაციებამდე და ამ low-მდე და მისიქით, რა ტარგეტებიც არის, უფრო ჩემი აზრით, უფრო მეტი სტრუქტურა არის საჭირო, რომ ჩამოვიდეს პასია სადღაც აი აქ შეხვიდეთ range-ში. აი აქ. თორე აი აქ ძალიან სარისკო ხდება, იმიტომ რომ მარკეტი optimal trade entry რო გავალო ამ high-დან ამ low-მდე შეგიძლიათ პირიქითაც გამოიყენოთ. 79-ს ძალიან ცდება. ანუ არა აქ იმენა immediate reaction 79-დან კი ეს ერთი იყო, მაგრამ ანუ აქ აშკარად არ ქონია არსად რეაქცია ესეთი ღრმა ტრეისმენტი შეკეთებული. ამიტომაც მეტი სტრუქტურა, მეტი ინფორმაცია საჭირო თუ კიდევ გონია რომ კომე ჩამო. თუ არ და მაშინ bias-ი აქ არასწორი და ეს უკვე კარგი long-ის opportunity იყო, იმიტომ რომ ეს low safe-ი არის. აი აქ აი ამ ადგილას უკვე შეგვიძლია long-ები გეთრეი და სადამდე აი ეგ target-ი უკვე საკითხავი არის რა. ლონდონზე თუ ავიდო და მარკეტი აქ ცოტა ისეთი ამბავი, რთული ამბავი. მაგრამ ნუ ზოგადად კიდევ რომ მიმოვხილო, ზოგადად რომ განვიხილო მარკეტზე ვითრეიდეთ ჩვენ დღეს external-დან internal-მდე ტრეიდი. რაც ლონდონზე ხშირად ხდება. ანუ ამ high-დან გავშორტე აი ეს retracement-ი, აი ეს range-ის დაბალანსება ვითრეიდე. თან არც კი დამჭირდა მაგ ხელა ტარგეტი, იმიტომ რომ ძალიან კაი entry ხოდა. 9 მიკროთი გავხსენ, მე მგონი ეს ტრეიდი პირველ partial-ზე 4 მიკრო ავიღე, client take profit-ზე 5 მიკრო. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ 10000 ავდივართ მალე და ამიყვანეთ მალე, რომ კაი ვიდეო დავდო. ამიტომაც დროებით და წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ.